მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მოდით პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე და მითხარით რას ფიქრობთ დღევანდელ რადიკალების მდგომარეობაზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს სიტუაცია რა ახსნათ ხო, ესე იგი. საზოგადოებას რომ ახსნათ. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ცდილობს რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ხო, რა თქმა უნდა. და რას იყენებენ, ესე იგი, როგორ გააშაონ ხელისუფლება. ხელისუფლება რომ გააშაონ, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. NGO, ნაცმოძრაობა, deep state ერთგვარი და მათი დამფინანსებლები იყენებენ ყოველგვარ ღონეს და ფინანსურ საშუალებებს, რათა გააშაონ რეალური ქართული კულტურა, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ და რეალურად ძირი გამოუთხარონ ჩვენს სუვერენიტეტს. და ჩვენ, როგორც ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ვიცავთ ქართულ ღირებულებებს. რადიკალები და ნაცმოძრაობა, deep state ყოველ ომის პარტია ერთგვარი არის ყოველთვის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხი, ასე ვთქვათ, გამოაღვიძონ და ასე ვთქვათ, ომის ფაზაში ჩასვან და რამენაერად მოახდინონ ესკალაცია ქვეყნებს შორის. როცა ნახეთ თქვენ რომ უკრაინის ომი როცა დაიწყო, გაძლიერდა ეს ყველაფერი, გვაბრალებდნენ უამრავ რაღაცას. მაგრამ ერთ-ერთი პარტია ქართული ოცნება, როდესაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, ხალხი ბედნიერია, ეს ყველას ცხოვრებას აისახება, ფასები არ იზრდება, რა თქმა უნდა, საშუალო ხელფასი გაიზარდა. კატაც არის ჩვენ ოფისში, ესეც ერთგვარი ბედნიერებაა, ხო? კატამ შეგვაწყვეტინა. ხო, ნუ ნაცმოძრაობა ცდილობს, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოვათ მათ. რა თქმა უნდა, 2020-ში როგორც იყო და ახლაც, იგივე მოხდება შემდეგ არჩევნებში. ჩვენ კიდევ უფრო მაღალ პროცენტებზე ავალთ. 80% ნიშნული არის ჩვენი დანიშნულება ერთგვარი. მაგრამ ვიმედოვნებ ბატონმა ჩვენმა საპატიო ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა, რომ რა ესე ვთქვათ, არჩევს ოპოზიცია საქართველოში და ვაპირებთ რეალური ოპოზიციის ჩამოყალიბებას, რომ ხელი შევუწყოთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს. დიახით, რა მაინტერესებს? ეს რადიკალები ძალიან ხშირად საუბრობენ ბატონი მიხეილ ყაველაშვილის უდიპლომობაზე, ასე შემდეგ და აი თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს? რა თქმა უნდა, ხო? სალომე ზურაბაშვილი და მისნაირი მადამ პრეზიდენტი არის რა თქმა უნდა უსამშობლო და ყველაფერს ცდილობს რომ ასე ვთქვათ. მე არ მინახე ასეთ პოლიტიკოსი, რომელიც ეჭიდება სკამს და არ უშვებს ხელს. და აი ბოლო კითხვას დაგისვამთ ბატონო ირაკლი, ნუ ეს რაღაც 500-600 კაციანი აქციები და ეს რაღაც გამოგონილი ისტორიები თითქოს ბატონი ზურაბ ხარატიშვილი ეს არბევს, ცემს და ასე შემდეგ. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს რადიკალების მხრიდან? რა თქმა უნდა, ვიცით რომ რადიკალები ყოველთვის ცდილობენ რომ ისეთი რიცხვები დაწერონ, ციფრები, რომ თითქოს 200,000 კაცი გამოვიდა და 300,000. ჩვენ ნახეთ, ყველა კარგად აინახა, რომ 3,000 კაცზე მეტი საერთოდ არ ყოფილა ამ აქციაზე და რა თქმა უნდა, ხარატიშვილი ხარება იგივე არის ღირსეული ადამიანი და არავის არ არბევდნენ იქ. იყო ძალადობა ამ პროტესტის მონაწილეების მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენმა პოლიციამ, ღირსეულმა პოლიციამ დაამყარა წესრიგი და მშვიდობა, რომელიც არის ქართული ოცნების მიღწევა და ნაცმოძრაობა ვერასდროს ვერ დამბრუნდება ამ ქვეყანაში. ფასები არასდროს არ გაიზრდება. ხელფასი ყოველთვის მეტი იქნება 2,000 ლარზე. პენსიები მათ ყალბოვითომ და კოლექტიურ ნაცმოძრაობას რომ აქვს დაპირება 1,000 ლარი, ჩვენ 3,000 ლარს გავხსნით. 3,000 ლარი იქნება 2030-ისთვის. ევროკავშირში შევალთ, ნატოშიც შევალთ 2035 წელს და 2040 წელს
ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიაღწევს ალბათ ფორმის პიკს ჩემი აზრით. ამ ბედნიერ ნოტაზე დაგემშვიდობებით მაშინ ესეთი მარტივ დასახსნელი პროცესი არის. შესაძლოა ცაგაია. რა? არა, კარგად გამოგდის, მეც ხმა გამოვუთ.